იცით რომ ქალაქ რუსთავში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და შთამბეჭდავი საფორტიფიკაციო ნაგებობა, ანუ ციხე-სიმაგრე მდებარეობს. ახლა ჩიტის ფრენის სიმაღლიდან გამოჩნდება ეს შესანიშნავი ისტორიული ძეგლი და თავადაც მიხვდებით, რამდენად გრანდიოზულ და მონუმენტურ კომპლექსთან გვაქვს საქმე. Აი რო შეხედავ ზეოდნან მართლაც წარმოუდგენელი მასშტაბებია და ხედავ რომ ეს არის მართლაც ჩვენი წინაპრების მიერ ძალიან მკვიდრად ნაშენები ნაგებობა. ქვემოდანაც ძალიან მონუმენტურია, როცა დადგები აი ციხის ძირში და ხედავ აი ამ ბურჯებს, ამ გალავნის საკმაოდ შთამბეჭდავ კედლებს, მაგრამ ჩიტის ფრენის სიმაღლიდან, როდესაც დრონი იღებს, ეს არის მართლაც დაუვიწყარი სანახაობა. კომპლექსი შემთხვევით არ ვახსენე სიტყვა, რადგან თავად რუსთავის ციხე, უпростоრად ციხე ქალაქი რამდენიმე შენობისაგან შედგება. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია გამაგრება, ანუ გალავნები. რუსთავის სამზღუდიანი ციხე-სიმაგრე ყოფილა. ამ ისტორიულ ძეგლთან მიმართებაში არაერთხელ შეგვიძლია გამოვიყენოთ სიტყვა უნიკალური და ამის რამდენიმე დასტურს დღეს შემოგთავაზებთ. აი მაგალითად, თქვენს წინაშეა რუსთავის ციხე-სიმაგრის სასახლის ერთ-ერთი ოთახის იატაკზე ნაპოვნი კერამიკული ფრაგმენტი, ჯამი, ასე დავარქვევ, ნუცა მომწონს რო უკვე კარგად აკვირდება, იგი ნაკლულია და ამის გამო ორნამენტი მთლიანობაში კარგად ვერ იკითხება. თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით, მის ცენტრში შეყვარებული წყვილის გამოსახულებას აშკარად დაინახავთ. აი ხა მეოთხე სლაიდი გამოჩნდება და აი მოშორდა ეს გარშე გაფორმება და ხედავთ, რომ აი ნამდვილად ეს ორი ადამიანი აქ, მამაკაცი და ქალბატონი. და ისიც კი დაინახა ქალი მოწყენილია. ქალი ცოტა მოწყენილია, მაგრამ მე არ ვიცი ამას თუ დააკვირდი, ნახე, მამაკაც მხარზე ჩიტივით რაღაცა უზის, შესაძლებელია ეს იყოს ფრინველი ამ ბულბული ან ასე შემდეგ, ნუ სავარაუდოდ ეს არის ნეფე დედოფალი. მსგავსი თებშები, ჩემო მარიკა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აღმოჩენილი, ახლა მე ვთხოვ რომ მეხუთე სლაიდი გვაჩვენონ, აი დაახლოებით ასეთი თებშები, სადაც წყვილი, შეყვარებული წყვილი ამ ეპოქაში გამოისახებოდა, ეს არის მე-13 საუკუნე და აღმოსავლეთის ქვეყნებში განსაკუთრებით ასეთი თებშები ძალიან გავრცელებული იყო, ამიტომ მე ახლა ერთი ესეთი სიურპრიზი მოვამზადე. ხელოვნური ინტელექტს ვთხოვეთ, მოეძებნა მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში პარალელები და ისე აღედგინა რუსთავის სასახლის ჭურჭლის ერთი ექსპონატი და ნახეთ ახლა რა შედეგი მივიღეთ. აი ხელოვნურმა ინტელექტმა რა გააკეთა. როგორი იქნებოდა სავარაუდოდ რუსთავის ციხე სასახლეში, უბრალოდ სამეფო სასახლეში აღმოჩენილი ეს თებში და მე ძალიან მომწონს, იმიტომ რომ მართლა ძალიან ლამაზია და ეს შეყვარებული წყვილი კიდე საოცრად უხდება ამ ორნამენტს. და საფუძვლებით აღმოსავლური იქნება. აღმოსავლური საფუძვლებია, რა თქმა უნდა, მე-13 საუკუნეა. აქ ყველაზე მთავარი უნდა აღვნიშნო, წყვილად გამოსახული ადამიანის ფიგურებიანი, მით უფრო ნეფე დედოფლიანი ჭურჭელი საქართველოში არსად გვეგულება და ეს ექსპონატი ჩვენი ქვეყნის სამუზეუმო საგანძურში ერთადერთია და უნიკალური. მე ვთქვი, რომ ბევრჯერ ვიხმარ მეთქი სიტყვა უნიკალოს. რადგან რუსთავის ციხე-სიმაგრის სასახლეზე ვსაუბრობ, კიდევ ერთ აღმოჩენაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ამ სასახლეში იპოვნეს მე-13 საუკუნის შტანდარტი, ახლა გამოჩნდება მისი გრაფიკული ანახაზი ეკრანზე, აი აგერ არის შტანდარტი, მერე ბატონი ჯაბა, რომელიც ჩვენი სტუმარია, უფრო დეტალურად ვკითხავ ამას, მაგრამ შტანდარტი არის ან დროშის გაფორმება, ან რაღაც სამეფო ხელისუფლების ნიშანი, ამ შტანდარტზე გამოსახულია თავსაბურიანი მხედარი, ეს ფიგურა უფრო კარგად რომ აღვიქვათ, თეთრ ფონზე მხოლოდ მას დავტოვებ, აი ახლა თქო შემდეგი სლაიდი გვაჩვენა, აი მოშორდა ის გარშემო გაფორმება და აღმოსავლური წარწერა და აქ კარგად დავინახავთ, რომ მხედარს ხელში ხმალი უკავია, ცხენის ფლოქვებკეშ კი ან ვეფხვი, ან სულაც ლომია გაწოლილი. არ დაგავიწყდეთ. ეს მე-13 საუკუნის შტანდარტია და მის აი ამ უნიკალური გამოსახულების დანახვაზე ძალაუნებურად რუსთაველის გენიალური სიყვარული გახსნა. პირველი ეს გავიფიქრე, სწორად და აი რამდენადაც რაღაც გვახსოვს ძველი ფრესკები და ასე შემდეგ ძალიან და რუსთაველი ხო გაგახსენდა? აი მე როგორც კი შევხედე რუსთაველი გამახსენდა. კი ბატონო და გამახსენდა ის გენიალური სიტყვები, ვის შვენის ლომსა ხმარება შუბისა ფარში მშერისა, მეფისა მზის თამარისა, ღაწვ ბადახშ
თმა გიშერის, აი ლომთან მეომარი მამაკაცი. ახლა კი თავარ სათქმელს უნდა დავუბრუნდე. აი ამ გამორჩეული და მე ვიტყოდი ქართული საერო არქიტექტურის ნამდვილი შედევრის მეორე სიცოცხლე დაიწყო. რუსთავის ციხესიმაგრე და მის ტერიტორიაზე არსებული სასახლე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დავიწყებული იყო, დაახლოებით თუ არ ვცდები, ბოლო გათხრებით 15 წლის წინ ჩატარდა ქართველი მეცნიერების და რაც მთავარია, არქეოლოგების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. დიახ, რუსთავის ციხესიმაგრის სასახლეში არქეოლოგიური გათხრები დაიწყო და ამ საშვილიშვილო საქმის ინიციატორია ჩემო მარიკა, ჩემო ნუცა, ვინ თუ არა ქალაქ რუსთავის მერი, ქალბატონი ნინო ლაცაბიძე. ამიტომ ახალი ქალაქის დიდ ისტორიაზე სასაუბროთ უკვე ეთერში შემოგვიერთდნენ ქალაქ რუსთავის მერი, ქალბატონი ნინო ლაცაბიძე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი აკადემიკოსი ჯაბა სამუშია. დიდი მადლობა. ძალიან გვიხარია რომ ამ თემაზე ხარ მოსული და ძალიან სერიოზული ამბავია, მართლა ძალიან სერიოზული ამბავია ამ ციხესიმაგრეს ისეთი შთამბეჭდავი ისტორია ქონია, რომ მე ღამეები მესიზმრება ხოლმე მისი გალავნები და იქ ნაპოვნი ისტორიული ნივთები. მოდით დავიწყოთ საუბარი, რა პროცესი იწყება რუსთავის ციხესიმაგრეში, უფრო დეტალურად რო განმარტოთ ქალბატონო მერო. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა ესე თბილად და ტკბილად ჩვენი ქალაქის ისტორიის წარმოჩენისთვის და მოყოლისთვის. მეც კი გისმენდით იმის მიუხედავად, რომ უკვე ძალიან დიდი ხანი ამ თემაზე ვმუშაობთ და ჩვენი როგორც რიგითი რუსთაველის ალბათ არ არსებობს რუსთაველი, რომელსაც არ ქონდა სურვილი გულის სიღრმეში, რომ კი პრობლემები, გამოწვევები, პროექტები განხორციელდეს, გზა დავაგოთ, მოვაწესრიგოთ, მაგრამ ამასთან ერთად აი რუსთაველების ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ ციხესიმაგრის პოტენციალი გვენახა ბოლომდე რა იყო და მე ამ ციხესიმაგრესთან ძალიან ახლოს ცხოვრობდი ბავშვობაში და აი ბავშვობის კადრებიც კი მახსოვს, ვიცოდით რომ რაღაცა დიდი იმალებოდა და რაღაცა დიდი ამბავი იყო იქ, თუმცა ახლა როდესაც ამ სიუჟეტს თქვენს მონათხრობსაც და ჩვენ ამ დაწყებულ ამბავსაც ბევრი ნახავს, ბევრი ვერ წარმოიდგენს, რომ რუსთავი შეიძლება დაკავშირდეს სასახლესთან. იმიტომ რომ ჩემ მეგობრებსაც რო ვეუბნები, რომ ვიწყებთ რუსთავის სასახლის გათხრებს, ციხესიმაგრე პირველი კითხვა რომ რუსთავში როგორ სასახლე. ისე რას წარმოიდგენდით მაშინ ბავშვობაში, თქვენ მოგიწევდათ ამ საქმის დაწყება და ამ საიდუმლოს აღმოჩენა? ძალიან დიდი პატივია და ჩემ მეგობრებიც ეკრანზე ერთად პრეზენტაცია გქონდა გუშინ და როდესაც გეგმავდით და პასუხისმგებლობას ქალაქზე ვიღებდით, რომ უნდა დაგვეწყო რაღაცა პროექტების განხორციელება, მაშინ მახსოვს რომ თქვით რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რაც აი ეს ყოფით ინფრასტრუქტურას ეხება, მაგრამ არ დაგვავიწყდეს იმაზე ღირებული ამბავი, იმიტომ რომ ჩვენს მერე ალბათ პროექტებსაც განახორციელებენ, მწვანე არეალებსაც გააკეთებენ, სკვერებსაც, გზებსაც, მაგრამ არის რაღაცა ძვირფასი და ეს ძვირფასი ჩვენთვის არის ნამდვილად ეს ციხესიმაგრე, იმიტომ რომ ისტორია ჩვენი ქალაქის და ისტორიაზე მე ბევრს არ ვისაუბრებ, იმის მიხედავთ რომ ჩემი ლექტორი იყო ბატონი ჯაბა 44-ში ქალაქის მშენებლობა დაიწყო, 48-ში დაახლოებით ქალაქ სტატუსი მოგვეცა და მე მახსოვს სულ რომ გვაზეიმებდნენ რუსთავ ქალაქობა, რუსთავი გახდა ამდენი წლის. 4 წელია ქალაქობა ისე ჩავატარეთ, რომ არ გვითქვამს რუსთავი რამდენი წლის გახდა, იმიტომ რომ რუსთავი არ გახდა არც 70-ის, არც 75-ის, არც 80-ის, ბევრად დიდი ისტორია. ეს არის დასტური. ეს არის დასტური. მოდით ბატონ რექტორს ვკითხოთ. ბატონ რექტორო, თქვენ ძალიან კარგად იცნობთ არა მარტო ჩვენი ქვეყნის ისტორიას, თავადაც ამ ქალაქის ისტორიას. რამდენად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია რუსთავის ციხესიმაგრე და აი რას იტყოდით იმ პროცესების შესახებ, რომელიც ახლა ამ ციხესიმაგრის გარშემო იწყება? მე სანამ ამ კითხვას გავცნობდი პასუხს, არ შემიძლია არ აღვნიშნო აი ეს მართლაც უნიკალური შემთხვევა, როდესაც ქალაქის თვითმმართველობა და ქალბატონ ნინო გამოვიდა ინიციატივით და საშუალება მისცა არქეოლოგებს, რომ ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსებულიყო არქეოლოგიური. ეს უნიკალური ამბავია. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და იმ შეხვედრაზეც არაერთმა არქეოლოგმა ეს აღნიშნა და არაერთმა მეცნიერმა. ხელა შეეხება თქვენს კითხვას. ორ ნაწილად გავყოფთ მე ამას. ერთი ეს არის წმინდა ეკონომიკური მომენტი. რუსთავი მდებარეობდა იმ მთავარ სავაჭრო გზაზე, რომელიც თბილისისკენ და საზოგადოდ საქართველოს შიდა რეგიონებისკენ მოედინებოდა. ეს არის ჩრდილოეთი ნაკადი, ეგრეთ წოდებული აბრეშუმის გზის, რომელიც მოდიოდა ირანიდან, გადმოდის არაქს, მერე გამოდის ბარდავს, განჯა, შამქორი და ასე შემოდის უკვე ეს გზა და
ის მოემართებოდა რუსთავი და მე თბილისში საკეთა. ნუ შესაბამისად უკვე ჩრდილოეთ კავკასიაში მიემართება ერთი ნაკადი, მეორე ნაკადი დასავლეთ საქართველოს. თუმცა თქვენ თქვით, აი შეხვედრას ძალიან ესეთი ამაღელებელი და დასამახსოვრებელი სიტყვები, რომ რუსთავი იყო თბილისის ფარიო. თუ რუსთავი აი მეორე არის სუფთა სამხედრო თვალსაზრისი. ეს არის მართლა თბილისისათვის ფარი, იმიტომ რომ რუსთავის ციხე კეტავდა, რა თქმა უნდა, მტრებისთვის დედაქალაქისკენ მომავალ აი ამ ნაწილს. ეს ციხე, აი ამიტომაც არის. დედაქალაქის ბურჯი იყო რა. საკმაოდ, იმიტომ რომ აღმოსავლეთიდან მომავალი მტერს ჯერ რუსთავის ციხე უნდა აეყო და აი ამ სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობა თუ რამდენად დიდია რუსთავის ციხისა, ჩანს იქიდანაც რომ დავით აღმაშენებელის ისტორიკოსი სულ რამდენიმე ციხის აღებაზე საუბრობს და ერთ-ერთ ყველაზე ესეთი გამახვილებულად აქვს ხაზგასმით აქვს რუსთავის ციხის აღება. გიორგი ჭყონდიდელს მიუღია მონაწილეობა ბატონო და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. თვითონ პოლიტიკური თვალსაზრისითაც ჯერ კიდევ დავით გარეჯელის ცხოვრებაში შეპიტავი მითითებული რუსთავში მთავარი ზის. ეს ამ რეგიონის მთავარია. ის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა კახეთ-კუხეთის, მერე კახეთ-ხერეთის ზოგადად საქართველოს ისტორიაში. ამიტომაცაა რომ შთამბეჭდავი ბურჯები ასეთი ასვათ ძალიან რამდენიმე წყება გალავნის იქ სხვადასხვა ეპოქისა, მაგრამ სულ მცირე იქ ორი ერთ მონაკვეთში სამი წყება გალავანიც არის, განსაკუთრებით დინარე მტკვრის მხარეს და რაც ყველაზე ნიშანდობლივია. ჩვენ რასაც უყურებთ ეს მხოლოდ ერთი ძალიან მცირე ნაწილი, იმიტომ რომ რუსთავში კი ტარდებოდა 40-იან წლებიდან არქეოლოგიური ექსპედიციები, მაგრამ მხოლოდ ეტაპობრივად, მაგრამ ეს არნიშნავს მის გარშემო იქნება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენები სამომავლოდ. აი ზუსტად ეს მაინტერესებს დავასუსტოთ ქალბატონ ნინოსთან, როგორი არის გეგმა, რა ტერიტორიაზე მიმდინარეობს გათხრები, რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს და ის საიდან უფრო თქვა რა მოლოდინია და მეტად სასახლის ამბავი მომწონს. ხო, აი როგორც გარშემო თქვა ბატონმა ჯაბამ, საინტერესოა როგორ ნაწილდება გათხრის არეალები. კი, ანუ ამ დიდ ამბავში მუნიციპალიტეტი და ქალაქი მარტო ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი გამოცდილება იმის მიუხედავად, რომ ყავს ძალიან ძვირფასი თანამშრომლები ჩვენი მუზეუმის, თავისი ხელმძღვანელით, ჩვენ რა თქმა უნდა აზრი დავეკითხეთ და ამ პროცესში ჩავთეთ ყველა ის გამოცდილი ყველა ის ადამიანი, ვისაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ კუთხით და განსაკუთრებით მინდა ჩვენს მინისტრს კულტურის ქალბატონ თიკას უთხრა ძალიან დიდი მადლობა მის გუნდთან ერთად, იმიტომ რომ ამ ამბავს მარტო მათ გარეშე ნამდვილად ვერ გავაკეთებდით ბატონ ჯამბას, იმიტომ რომ ჩვენ მემორანდუმი გავაფორმეთ და ახალგაზრდები ჩავრთეთ და დავიწყეთ მასშტაბური არქეოლოგიური ექსპედიცია ამ ეტაპზე, რისი ფინანსებიც რა თქმა უნდა გამოვძებნეთ და დარგის სპეციალისტების ჯართულობით ამას განვახორციელებთ და პარალელურად სამინისტროსთან ერთად ვიმუშავებთ იმაზე, რომ კონსერვაციის გეგმა, კიდევ შემდეგი ეტაპები რა უნდა განისაზღვროს. ეს აუცილებლად სწრაფად არის დასაგეგმი და ეს სამუშაო პროცესი გაგრძელდება. ახლა გვაქვს ესეთი სურათი, გუშინაც ვიყავით ციხეზე და ისეთი კარგი იყო, რომ უყურებ ამდენ ახალგაზრდას დილიდან ველზე გასულს, რომლებიც აი ციხეს და ამ სასახლის გარშემო უკვე ზოგი მოხალისეთ არის ჩართული, არის საზაფხულო სამუშაო. რუსთაველები ხო ძირითადად? დიახ, არიან რუსთაველები, ჩვენ მქონდა სპეციალური აპლიკაცია, რომლის შევსების შემდეგაც ზოგი მოხალისეთ და ზოგს ანაზღაურებადი საზაფხულო სამუშაო აქვს და მოკლედ კიდევ გამრავლდებით, კიდევ ბევრი ვიქნებით და კიდევ გაიშლება უფრო სამუშაოები, რომ რაც შეიძლება სწრაფადაც, რაც შეიძლება რაღაცა კარგად და ხარისხიანად ჩვენის გეგმა შევასრულოთ, რაც გვაქვს დანახული და გეგმა არის ის, რომ ქალაქის განვითარება ვერ მოხდება ისტორიის გარეშე. ქალაქის განვითარება ვერ მოხდება ისე, რომ აი ხშირად გქონდა ხოლმე საუბრები და ვამბობდით, რომ აი ცოტა ხანით ჯერ რაღაცნაირად ვერ გავიმეტეთ დრო და ამ დროს ჩვენი თანამშრომლები გაუგნებოდნენ, რომ აი უკან და უკან წავა და კიდევ უფრო ვერ ვაპატიებთ თავს, რომ ეს ყველაფერი თაობას არ შეუნახოთ და პირიქით არ განვავითაროთ და არ ვაქციოთ ქალაქის მათ შორის ეკონომიკურ მამოძრავებლად, რომლის გარშემო შეიძლება ძალიან დიდი ინფრასტრუქტურა განვითარდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამ იმედს ვამყარებთ, აი ამ პოტენციალს ხედავთ ჩვენი ქალაქისთვის და ჩვენი თაობა ალბათ იმ თაობასთან ერთად, რომელსაც უმუშავია აი 50-იან, 60-იან წლებში ამ ექსპედიციებში ვიქნებით ის, ვინც გაერთიანებს ქალაქს და ყველაზე კარგი არის ის, რომ დღეს შეუძლია ოჯახს
მიიღოს მონაწილეობა ამ ექსპედიციაში მის შვილთან ერთად. მარიკა დაფიქრდი. მე მგონი დროა. ასე კი რომ ექნება და გაივლი სიტყვის რომ მე ამ სასახლის გათხრებში მონაწილეობა მივიღე. ჩემი აზრით ეს უნიკალური შესაძლებლობაა და მარიკას ნამდვილად ყავს ისეთი შვილები, რომლებიც ამით დაინტერესდებიან. ბატონო ჯაბა, გასაგებია რასოოდებით თუნდაც ეკონომიკური ტურისტული თვალსაზრისით რუსთავისთვის რა დატვირთვა ექნება შემდგომში ამ ციხეს, მაგრამ უშუალოდ არქეოლოგიურ გათხრებზე რო ვისაუბროთ, რა მოლოდინი გვაქვს სადამდე მივალთ, იმიტომ რომ მართლა იმხელა ისტორიას ინახავს ეს ქალაქი. ქალბატონინოს დახმარებით, როდესაც გებულობთ ხოლმე რაღაც სიახლეს სხვადასხვა მიმართულებით, ნუ მე პირადად არ მაქვს ხოლმე წარმოდგენა და ყოველთვის რაღაცა დიდ აღმოჩენასთან არის დაკავშირებული. ამ შემთხვევაში რას უნდა ველოდო? ზოგადად ჩვენ სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, რომ ქალაქების გათხრები, ეს ვთქვათ, ქალაქების არქეოლოგია ჩვენთან ძალიან ცუდათაა განვითარებული. ფაქტობრივად მხოლოდ რამდენიმე ქალაქია გათხრილი და აი რუსთავის ციხე ამის უნიკალურ საშუალებას გვაძლევს, იმიტომ რომ ვთქვათ, ქუთაისის, თბილისის, გორის შემთხვევაში ურბანული ქსოვილები ხელს უშლის, რომ იქ არქეოლოგია ჩატარდეს. ამ მომენტში რუსთავის ციხე დაკონსერვებული ქალაქია, ეს პირდაპირ უყურებთ შუა საუკუნეების ქალაქს, სადაც შესაძლებელია უკვე ყველანაირი ფენა აღმოჩნდეს, ეს ერთი და მეორე, ხა თქვენ ნახეთ ფორტიფიკაცია და ეს გალავნები და ბუჯეტი. ეს არ არის სრულად, იმიტომ რომ ეს არის თქვათ სიტყვა 4 მეტრიანი, მაგრამ დაახლოებით ასეთ ქალაქებს აქვს ხოლმე 7-8 მეტრიანი ბურჯები და რასაც კადრებში ვხედავ რა პროცენტია. თქმა უნდა ეს ყველაფერი კიდევ ქვემოთაა, იმიტომ რომ არქეოლოგიური გათხრები რომელიც წარმოებდა ერთ-ერთ არქეოლოგიურ გათხრებსაც ბრინჯაოს ხანის ნივთები აღმოჩნდა. ანუ იმის თქმა მინდა რომ ძველი წელთაღრიცხვის მეორე 1000 წლეულის მეორე ნახევრიდან მოყოლებული უწყვეტი ცხოვრება არის რუსთავის ციხეზე. თქვენ ეს ყველაფერი ეხლა არის მიწის ქვეშ, იმიტომ რომ არქეოლოგია ცოტა რთული ესე ყველაფერს ვერ გათხრი. ის სასახლე გაითხარა და ისიც ნაწილობრივაა გათხრილი სასახლე. იქ აბანო გაითხარა. დანარჩენს ეს ყველაფერი ქვემოთაა. აი ეს რასაც ჩვენ ახლა უყურებთ, ეს არის გვიანი შუა საუკუნეები და შუა საუკუნეების რაღაც გარკვეული პერიოდი. მთელი სიმდიდრე შეიძლება ქვემოთ ინახება. ასევე მე ხალხგასვით, იმიტომ აღნიშნა რომ ეს როგორც ჩანს დედაციხეა. მის გარშემოც არსებობს და მე არ გამომრიცხავ რომ მის გარშემო ასევე ქალაქიდან გამომდინარე გალავანიც უვლიდეს, აი ქალაქის პრინციპი დედაციხე და შიდა ქალაქის პრინციპი არსებობდეს. აქ არის სერიოზული სამუშაო სამომავლოდ და მე ვიტყვი ერთ მომენტს, აი როცა დაიწყეს აქ 40-იან წლებში არქეოლოგიური გათხრები, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს აკლდამები და იმათზე დაყრდნობით ანგარიშეს, რომ აქ შეიძლება 10-დან 20,000-მდე მოსახლე ყოფილიყო. ეს არის საკმაოდ დიდი შუა საუკუნეებისათვის 5,000-სიანი მოსახლე, ასე ვთქვათ, ქალაქი ითვლებოდა უკვე დიდ ქალაქად. 10,000-დან 20,000-მდე ქალაქი ეს საკმაოდ ქალბატონ ბოლო კითხვა მინდა დასვა, თქვენ როცა გქონდათ პრეზენტაცია, ძალიან ლამაზი პრეზენტაცია. ჩემთვის როგორც მუზეუმისათვის ძალიან ესეთი დასამახსოვრებელი იყო, ბოლოს თქვენ მიმართეთ მუზეუმელებს, რუსთავის მუზეუმის თანამშრომლებს, აღნიშნეთ მათი წვლილი და ფაქტიურად განსაზღვრეთ მათი მომავალი ამ ციხის ცხოვრებაში. მოდით ცოტა უფრო მეტი მოგვეყავით რუსთავის მუზეუმისა და ამ ციხის ურთიერთობას. ნამდვილად უძვირფასესი ადამიანები გვყავს მუზეუმში წლების განმავლობაში, ალბათ ბევრი პრობლემის მიუხედავად, ბევრი რაღაცა საკითხის მიუხედავად, მათ შორის ანაზღაურება, მათ შორის არასათანადო პირობები, ამ ადამიანებმა ძალიან ღირსეულად შემოინახეს რუსთავის მუზეუმი, იქ დაცული ყველა ნივთი, რაზეც ახლა კიდევ დამატებით ჩვენ სამინისტროსთან ვიმუშავებთ, რომ მუზეუმის რეკონსტრუქცია, რეაბილიტაციაც მოხდეს, იმიტომ რომ აუცილებელი ამბავია. და როდესაც ამ პროექტს გეგმავდით, და აი თქვენი კითხეთ მარტივად რომ ვთქვათ, ამ ციხის 20% ვიცით 20%-ში რა არის. 80% საერთოდ არავინ არ იცის რა იქნება. 20% გველოდება. აი ამ 20%-ზე სწორედ ეს ადამიანები ყოველ წელს იმის მიუხედავად, რომ დაფინანსება შეიძლება არ ქონდათ, ისეთი პირობები არ იყო, როდესაც გათხრებს აწარმოებდნენ და ექსპედიციაში იღებდნენ მონაწილეობას, აი იმ დიდი სიყვარულით აკეთებდნენ საქმეს, რამაც დღეს ჩვენ კიდევ მოტივაცია მოგვცა, რომ დაგვანახეს კი, რა თქმა უნდა, რომ აი ეს 80%-იც უნდა გავიგოთ რა არის და დღეს თითოეული მათგანი ჩართულია და მე მათ დავპირდი, ჩვენ ბევრს საუბრობთ ერთად, რომ ექნებათ ღირსეული პირობებიც, ძალიან დიდი შესაძლებლობა და ყველაზე მეტად აი ეს სურვილი აუხდებათ, რაც ამ ციხის საბოლოო შესწავლას, შემდეგ კონსერვაციას და შემდეგ უკვე როგორც მუზეუმად ქცევის შესაძლებლობა. აი მუზეუმად ქცევა, რომ ეს ექსპონატები იქვე იყოს დაბინავებული თანამედროვე პირობებში, რომ ნახოს დამთვალიერებელი
ეს გეგმა არის აღმოჩენილი. ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი გამოცდილება და სწორედ სამინისტროს მინისტრის ჩართულობა ამაში მნიშვნელოვანი იქნება რომ სწორ გზაზე დაგვაყენონ და სწორი მიმართულებები მოგცენ და უკვე ერთად გადავწყვეტ როგორი ტურისტული ვიზიტულობის ცენტრად შეიძლება ვაქციოთ ჩვენი ციხე-სიმაგრე. მოკლედ, ბატონ ჯავა, ის დაგვრჩენია რუსთავის ციხე-ქალაქს უსულო დიდი წარმატებები, საოცარი აღმოჩენა. ისეთი რომ მარტო ქვეყანა კი არა, მთელი მსოფლიო ალაპარაკებს. ასე რომ და ყველაზე მეტად მიხარია რომ ამ საქმეში ახალგაზრდები არიან ჩართული, მომავალი თაობებს ეკუთვნის ყველაფერი ეს. ჩვენთან იყო ქალაქ რუსთავის მერი ქალბატონი ნინო ლაცაბიძე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი აკადემიკოსი ჩაბა სამუშია. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა.